ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა, ქართული კერძები და 8000 წლოვანი ღვინის დამზადების ტრადიციები. საქართველოს ჩინეთში პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. ITB China-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი. შანხაიდან შალვა სუმბაძე დეტალებით. მონაწილე 85 ქვეყანა და ათეულობით 1000 სტუმარი ITB China ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ გაიხსნა და აქ უკვე სავსეა დაინტერესებული პირებით, სრულიად დარბაზი, განსაკუთრებული აქტივობით კი ჩვენი სტენდი გამოირჩევა, იქიდან გამომდინარე, რომ ვართ პარტნიორი ქვეყანა, საკმაოდ მასშტაბური და პომპეზურია, ასე ვთქვათ, სივრცე, რომელიც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს აჩვენებს, აქ არის წარმოდგენილი როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ასევე ისტორია, ასევე არის ძალიან საინტერესო კულინარიული სივრცე, რომელიც სხვათა შორის დღეს დილიდან საკმაოდ დატვირთულია და მთელი დღის განმავლობაში ქართული ხინკლის, ხაჭაპურის დაგემოვნების რიგი ამ ადგილას არ წყდება. ასევე აქ მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ, რომ ნახონ ქართული ცეკვა, მოისმინონ ქართული ფოლკლორი, მიიღონ მასტერკლასებში ქართული რეწვის, ასევე კალიგრაფიის მასტერკლასებში მონაწილეობა და ამ ფორმით გაიცნონ საქართველო. მთელი დღის განმავლობაში აქტივობები იქნება უწყვეტ რეჟიმში წარმოდგენილი ჩვენ სტენდზე და ამ ყველაფერთან ერთად ასევე აქ არიან წარმოდგენილი 30 კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ კავშირები დაამყარონ ადგილობრივ, არა მხოლოდ ჩინურ, არამედ საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთანაც და მაქსიმალურად მიმზიდველად წარმოაჩინონ საქართველოს პოტენციალი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში ტურისტების ნაკადი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით მზარდია, მოლოდინი არსებობს, რომ ეს ტენდენცია მომდევნო პერიოდში ამ მსგავსი აქტივობიდან გამომდინარე კიდევ უფრო გაიზრდება. და საქართველოს ინტერესი დღე იზრდება. შანხაის აეროპორტში ჩამოსვლისთანავე მოგზაურებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ გარე რეკლამები ეხილათ როგორც აეროპორტში, ისე შანხაის ცენტრალურ ადგილებში. მთლიანობაში ჩვენ მთელი წლის განმავლობაში გვაქვს დასრულებული აქტივობები ჩინეთში, არა მარტო შანხაისში, რამდენიმე ქალაქში, რაც რა თქმა უნდა ეფექტს ხდის ძალიანით და ცნობადობას ქვეყნის ასიზრდის, რაც ითარგმნება უკვე იმაში, რომ ძალიან აინტერესებს ჩინელებს საქართველოს როგორც ახალი დანიშნულების ადგილი. საქართველოს სტენდი არის ყურადღების ეპიცენტრში პირველივე საათებიდან გამოფენის დაწყების. წარმოდგენილი არის განსაკუთრებული კულტურული პროგრამა, წარმოდგენილი არის გასტრონომიული პროგრამა, რაც კიდევ უფრო მეტად იზიდავს დამთვალიერებლებს. ქართულ სტენდზე 30-მდე კომპანია არის, რომლებიც მართავენ, ქართული კომპანია ტურიზმის ინდუსტრიიდან, რომლებიც მართავენ შეხვედრებს, ორთვიურ შეხვედრებს ადგილობრივ წარმომადგენლებთან, რაც არის უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო ფართოდ წარმოვაჩინოთ ქართული ტურისტული პროდუქტი ჩინეთის ბაზარზე. ITB China-მ დღეს აიღო სტარტი შანხაიში საქართველოს გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით 3 დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ 3 დღის გარდა მთელი თვის განმავლობაში მთელ შანხაიში გამოფენილია 400-მდე ლოკაციაზე საქართველოს თემატიკით დამზადებული ბანერები, ასევე ვიდეორგოლები, რომელიც აჩვენებს აქ ჩამოსულ ადამიანებს, ადგილობრივებს, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, მოიაზრება ერთის მხრივ როგორც ტურისტების მოზიდვა, ასევე ინვესტიციების განხორციელება, რაც ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო განავითარებს. შანხაიდან შალვა სუმბაძე საუბრობდა.